მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ დღეს ჩემთან ერთად იქნება სტუმრად კახეთიდან მერთვება პატრიოტთა ალიანსის თელავის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ისტორიკოსი გოგა წულუკიძე მოგესალმები გოგა თუ გესმის ჩემი ხმა მოგესალმებით ქალბატონო ნათია დიახია მე როგორც ვიცი გოგა იმყოფებოდა რამდენიმე სოფელში მინდა ძალიან ცუდი ამბით დავიწყო დღეს ჩვენი გადაცემა სტიქია იყო კახეთში დასეტყვილია ყვარლის და თელავის რამდენიმე სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სტიქიამ გაანადგურა სასოფლო სამეურნეო სავარგულები ხეხილი და ვენახი ადგილობრივები ამბობენ რომ ძლიერი სეტყვა და ქარი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია მათივე თქმით დასეტყვილია მსხმოიარე ვენახების ერთი ნაწილი. თელავის მუნიციპალიტეტში კი დაისეტყვა სოფლები ნასამხრალი, იყალთო, შალაური, გულგულა და ვარდისუბანი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. არსებული პროგნოზის შესაბამისად უამინდობა კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. მთავარი ამბები კახეთიდან გვაწვდის ამ ინფორმაციას. გოგა, რა ხდება ამ დროისთვის სოფელ გულგულაში და შალაურში? მე ვიცი რომ გაარკვიე ნაწილი ინფორმაცია. მოგესალმები. მოგესალმებით ქალბატონო ნათია, სამწუხაროდ ძალიან ცუდი ამინდი იყო კახეთში, ზოგადად მთლიან კახეთში. გულგულაზეც ვიტყვი ასეთ რაღაცას რომ სეტყვა იყო. დიახ. სეტყვა იყო და ფაქტობრივად ძალიან ცუდად იმოქმედა ასე ვთქვათ იგივე ვენახზე და იგივე სხვა ასე ვთქვათ მოსავალზე, რადგან ისეთი ცუდი ამინდი წამოვიდა უცბად. რომ არავინ არ ელოდა ასე ცუდ ამინდს და სხვა სოფლებშიც შეიძლება ითქვას რომ მაგალითად შილდაში ძალიან ცუდი ამინდი იყო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა სეტყვა. ანუ უფრო მეტად ყვარლის რაიონები დაზარალდა როგორც ჩანს. აქეთას ნასამხრალია და სეტყვირი, იყალთო, ვარდისუბანი, გულგულა და ეს სოფლები. რა თქმა უნდა სიტყვა ძალიან ცუდია მოსავლის განსაკუთრებით ყურძნისთვის კიდე. რა თქმა უნდა. ყურძნისთვის არის განსაკუთრებულად ცუდი, იმიტომ რომ ეს მოგეხსენებათ პირდაპირ, როდესაც ხვდება მტევანს, შემდეგ ეს მტევანი იტვება და ფაქტობრივად აღარ არის გამოსადეგი. აი ეს ყურძენი და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აი ეს სიტყვა თუ დაუხვათ დიდი ხნის განმავლობაში მოდის, ხომ? ეს უკვე აზიანებს არა მხოლოდ დაუხვათ მტევანს, არამედ ვაზს და შეიძლება ეს ვაზი მომავალ წლისშიც იყოს ძალიან ფაქტობრივად არ იყოს მსხმოიარე ასე ვთქვათ. ანუ განადგურდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გოგა ალბათ მაყურებელიც დაგვეთანხმება ყველაზე მეტად ამ დროს რა თქმა უნდა არის ძალიან ცოდო გლეხი რომელსაც გამოტანილი აქვს ბანკებიდან ვალი და 1000 ვალდებულება აქვს აღებული ხო? აი ამ დროს ძალიან მიჭირს ხოლმე როდესაც ისეთყვება კახეთი და მოსავალი ნადგურდება წარმომიდგენია რა დღეშია ადამიანი რომელსაც გაუნადგურდა ის მოსავალი რასაც მთელი წლის განმავლობაში აი ასე შვილივით უვლიდა ვაზს. დიახ, თან მოგეხსენებათ ქალბატონო ნათია, ვენახი არის ძალიან ასე ვთქვათ ფაქიზი და ფაქიზად მოსავლელი ადამიანი როდესაც მთელი წელი ფაქტობრივად ელოდება აი ამ მოსავალს უცბად 5 წუთში შეიძლება ითქვას რომ ეს მოსავალი აღარ არსებობს. და რაც შეეხება ანაზღაურებას კიდე ვისაც დაზღვეული აქვს ეს ვენახი ხომ? ეს ანაზღაურებაც არის დაუხვათ 100%-იანი. რა თქმა უნდა. დიახ, მოდიან შემდეგ ამოწვევენ ამ ასე ვთქვათ დასეტყვილს და ძალიან მცირედით უნაზღაურებენ ასე ვთქვათ აი ამ დასეტყვილ ვენახს და ეს რა თქმა უნდა ამას უნდა ჰქონდეს კონტროლი რომ რა პროცენტითაც დაისეტყვა, მაგალითად 50%-ით დაისეტყვა ხომ ვენახი? უნდა იყოს 50%-იანი ანაზღაურება, 100%-ით არის ღმერთმა დაიფაროს 100%-ით იყოს ვენახი, უნდა იყოს 100%-იანი ანაზღაურება, მაგრამ ეს რეალურად ხომ დაუხვათ თუ ვენახი 100%-ით არის დასეტყვილი, ეს 100%-ით არ ანაზღაურდება ეს ყველაფერი. აი ეგ არის ძალიან ცუდი, რომ თუ დაუხვათ იგივე ადამიანი ელოდებოდა 5 ტონას მოსავალს, ხომ? და ეს 100%-ით დაისეტყვა ეს 5 ტონა მოსავალი სადაც რომ მიდის და ასე ვთქვათ
უნაზღაუროს, როდესაც ხდება ეს შემოწმება. რეალურად ის თანხა არ ეძლევა, რაც მას უნდა მიეღო. აი ეს ძალიან ცუდია და შეიძლება ითქვას, რომ აი ამას სერიოზული მიხედვა უნდა და იმედია ასეთი სიტყვა აღარ იქნება, იმედია ღვთისკალობით და რაც იყო ძალიან ცუდი იყო. და ძალიან გააჩნია ინტენსივობას. ზოგ სოფელში მიდიოდა ეს სიტყვა ხანგრძლივობით დიდხანს, ზოგ სოფელში არა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შედარება რომ გავაკეთოთ, ძირითადად ეს ყვარლის რაიონი უფრო შიდაც ძალიან როგორც გავიგე, ძალიან დასეტყვილა და კი, და სამწუხაროა ისიც, რომ 2 დღე ამინდი გვიწერს ისევ თელავში და კახეთში ცუდ ამინდებს გადაბმულად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ წვიმით შემოიფარგლება და სეტყვა აღარ დაგვაზარალებს. ჩვენ ვაგრძელებთ კვლავ შემოვლას იმ სოფლების და გოგა აქტიურად მუშაობს ახლა თელავის რაიონის სოფლებში. მე ვიცი, რომ ის იყალთოშიც აპირებს ჩასვლას და ნასამხრალშიც, რომ გავიგოთ რა რაოდენობის ზარალი მიადგათ ადამიანებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა პირობებში არიან ახლა გლეხები. მაგალითად განადგურდა 50%-ით, 30%-ით თუ როგორ, ამას აუცილებლად ადგილზე გაარკვევს გოგა დღეს და ხვალ. გოგა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ თელავში თვითონ ქალაქში და თელავის რაიონის სხვადასხვა სოფლებში. ჩვენ შემოვიარეთ თითქმის მთელი წინანდალი, კონდოლი, თელავი და რა თქმა უნდა, როდესაც დაასრულებთ თქვენ, მე ვიტყვი რა პოზიციებზე არიან ჩვენი მოქალაქეები, რას ამბობენ ისინი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სასიხარულო რაც არის, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. მაყურებელია ეთერში, მოდით შემოვიყვანოთ და შემდგომ განვაგრძობ საუბარს. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით. 8 ნომერს უნდა მივჭეთ, 8 ნომერს. დიდი მადლობა. მე რა თქმა უნდა კიდევ მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს თუ რომელ პარტიას უჭერთ მხარს არჩევნებში. დიდი მადლობა, 8 ნომერი უნდა გააფერადოს ბატონმა და რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარება. გოგა, სწორედ ამას საუბრობდი, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ფაქტიურად თელავში, იმ სოფლებში, სადაც ჩვენ ვიყავით, უფრო კონკრეტულად თქვენც რომ მითხრათ ამის შესახებ. დიახ, ჩვენ როგორც მოგეხსენებათ თავბატონო ნათია, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ სოფლებში ვიყავით და ხალხის მინდა რაც თავარია, მოდის პოზიტიური განწყობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. და ხალხი ძალიან მხარს გვიჭერს და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ჩვენს გულებზე მოქმედებს, ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი. და ძალიან მინდა ვისარგებლო ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ადამიანებს და მინდა უთხრა რომ ჩვენ ვიქნებით მათი ასე ვთქვათ ხმა და თელავის საკრებულოში კი ბატონო. კი და ყველაფერს რაც მათ აქვს პრობლემები, ნებისმიერი პრობლემა, მინდა უთხრა რომ ნებისმიერი ცირედინა დაწყებული, დიდით დამთავრებული მინდა უთხრა რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართონ და ჩვენ გავაკეთეთ შეუძლებელსაც კი, რომ მათ დავეხმაროთ. პრობლემები მართლა ძალიან ბევრია, გოგა, დამეთანხმები. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც თელავში გამოკითხვასავით ჩავატარეთ, გითხრა რომ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გითხრა რომ იცით, კურდღელაურში საერთოდ არ არის თუ არანაირი პრობლემაა, ხომ ასეა. მაგრამ რამდენიმე წუთში, როდესაც გადავედით კურდღელაურში, როგორც შევედით, სოფელში იყო გზების პრობლემა. აი ეს რომ დეტალურად მოგვიყვეთ. კი, გითხრა რომ არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ ხო ეს გზის პრობლემა ეგ ძალიან რთული თემაა, ასე ვთქვათ. არ უნდა ეშინოდეთ ადამიანებს იმ პრობლემებზე საუბარი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, რაც არის თავიანთ სოფლებში, ხომ? ეს უნდა იყოს ღიად, არ უნდა შეეშინდეთ, უნდა დააფიქსირონ, რომ შემდეგ შეძლონ იმ ადამიანებმა, ვინც შევლენ საკრებულოებში, მათი პრობლემების აღმოფხრა. თუ პრობლემაა, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვროს, ხო? რეალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს და უნდა თქვენ რა პრობლემაა და მე შემდგომ უკვე ეს პრობლემა აღმოიფხვრება. ხო და აქ არ არის არაფერი საშიში, არაფერი პირიქით, ხო?
ის სოფელი და ვთქვათ თუ სადმე გზა არ არის მაგალითად ხო ეს გზა ხომ უნდა გაკეთდეს ხო და ეს პრობლემაა სანამ ეს გზა გაკეთდება და თქვენ თავიანთი სათქმელი და თვითონ იქნება მე უკვე კარგი მათთვის აი ეს გზის გაკეთება ხო არაფერი არ არის ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა მოდით აი მივყვეთ ეტაპობრივად პრობლემებს და გავშალოთ ეს საკითხები ეტაპობრივად ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას საქართველოს მთლიანად სრულიად საქართველოს განათლების კუთხით ემიგრაციის კუთხით ის რომ ადამიანები აი მაგალითად დაასრულა ხომ სკოლა ჩააბარა უნივერსიტეტში ისწავლა წავიდა საზღვარგარეთ რომ კიდე ისწავლოს და თავისი ცოდნა არა თავის ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყანაში გამოავლინოს. ეს არის ძალიან ცუდი იმ კუთხით, რომ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, ჩვენ გვჭირდება ცოდნი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გამოადგებენ. აი ამ კუთხით რომ ვისაუბროთ გოგა თუ შეიძლება. დიახ, ქალბატონო, განათლების საკითხში, განათლებაში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ჩავარდნაა, რადგან დღეს სწავლა არის იცით როგორი, ანუ ყველაფერი არის ზოგადი. ხო და როდესაც ადამიანი სწავლობს გარკვეულ სფეროს, ხო? მაგალითად სამედიცინო კუთხით. ექიმმა ადამიანის ყველა წერტილი უნდა იცოდეს, ხო? რომ თუ კარგი ექიმია ხო და ეს ცოდნა უნდა იყოს ძირფესვიანი. არ შეიძლება ექიმი იყოს, ასე ვთქვათ, ზოგადი ცოდნით შეიარაღებული. მან უნდა იცოდეს ძირფესვიანად ყველაფერი. ეს მე-20 საუკუნეში იყო და წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ ის პროფესიონალი კადრი, რომელიც დღეს არის, სწორედ მოდის მე-20 საუკუნიდან. რაც შეეხება ახლა საზღვარგარეთ წასვლას. საზღვარგარეთ მიდიან იმიტომ რომ იქ მიიღონ, ასე ვთქვათ, ცოდნა და აი ამ ცოდნის საშუალებით თუ იქ დაიწყეს მუშაობა, ხო კარგი, თუ არა და ის დავუხოთ დაბრუნდნენ და ის ცოდნა დაეხმაროთ სამსახურის ძიებაში. ადრე იყო სხვანაირად ყველაფერი, რადგან შენ ადამიანი რომ სწავლობდი, ეს ცოდნა, ასე ვთქვათ, გიფასდებოდა. დღეს მაგალითად ქალბატონო ნათია სტუდენტმა თუ ბაკალავრიატი დაამთავრა, ხო? ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სამსახურში დაიწყებს მუშაობას. ანუ, როგორ გითხრათ, იცით? დიპლომი არ არის ის რაღაც ძალიან ძვირფასი, ძალიან ძლიერი არგუმენტი, მოდით ასე ვთქვათ, რომ აი ამ არგუმენტით დაიწყოს სამსახურში მუშაობა. ანუ რეალურად თითქოს ის არის დიპლომს ზალა აქვს დაკარგული. ზალა დაკარგა თითქოს დიპლომმა და აი როდესაც აი ასე ხდება ეს ძალიან ცუდია. და შემდგომ იმიტომ ხდება რომ მიდიან საზღვარგარეთ ხომ, მერე იქ რჩებიან, აი ეს ტვინების გადინება ქალბატონო ნათია არის ძალიან ცუდი და აი ამ ყველაფრიდან თვითონ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, რომ სწავლა უნდა იყოს ძალიან ძლიერი. არ არის საჭირო ამდენი უნივერსიტეტი საქართველოში. არ არის საჭირო. შეიძლება იყოს დავუქვათ. სრულიად საკმარისიც არის მე მგონი სახელმწიფო უნივერსიტეტები იმისთვის რომ შეძლონ ბავშვებმა განათლების მიღება და გადასახადიც ამავდროულად ძალიან მაღალია, თუნდაც კერძო უნივერსიტეტებში ვერ ახერხებენ ხშირ შემთხვევაში აი 5000 და 6000-ების გადახდას ბავშვები. თუმცა ყველაზე კარგი ცოდნა რა თქმა უნდა სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს და ალბათ პრიორიტეტიც უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლაც და ჩაბარებაც. აი ერთი ქალბატონო ნათია ახლა ისტორიული მაგალითი რომ მოვიყვანო თვითონ დავით აღმაშენებელი ხო მომში რომ მიდიოდა წიგნები მიქონდა და ანუ განათლება სიმხერა ყურადღებას აქცევდა და ადამიანი რომ განათლებაც იარაღია აი განათლებაც იარაღია ხო როგორც ჯარისკაცი რომ დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავს აი ამ საზღვარს ისე განათლებული ადამიანი თავისი ცოდნით იცავს თავის სამშობლოს და თუ ეს ორივე არ არის ერში იქ უკვე ძალიან ცუდი სიტუაციაა, ასე ვთქვათ და განათლება არის ერთ-ერთი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულება, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს და ადამიანმა უნდა იცოდეს. აი ამის გარეშე, ხო?
ქვეყანა შეუძლებელია რომ წინ წავიდეს. შეუძლებელია. არ არსებობს გზა განათლების გარეშე რომ ქვეყანა წინ წავიდეს, იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება კარგი ექიმი, ხო? პროფესიონალი, კარგი ისტორიკოსი, კარგი მათემატიკოსი, ხო? თუ არ არის ეს პროფესია. და ფაქტია გოგა რომ დეფიციტი გვაქვს, შენ როგორ ფიქრობ? აი მაგალითად, შენ დამთავრებული გაქვს იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუ არ ვწდები, ხომ ასეა? ადრე თელავის უნივერსიტეტი ქუხდა. დღეს რა მდგომარეობაა? ბავშვები თითქმის არ არიან, ყველა აბარებს თბილისში, თითქოს თბილისი პრესტიჟულია იმ კუთხით, რომ უფრო კარგ განათლებას მიიღებს, აი თუნდაც სხვა უნივერსიტეტში, მაგრამ მე მინდა ვთქვა და ღიად აღვნიშნო, რომ თელავის უნივერსიტეტს ყავს ბრწყინვალე პროფესორ-მასწავლებლები, გადასარევი ლექტორები. შეიძლება რომ სხვა უნივერსიტეტს არ ყავდეს ისეთი ლექტორები. მე მაინტერესებს, ანუ რატომ უჩნდებათ ადამიანებს იმის განცდა და ამბიცია, რომ აი მაგალითად არ ისწავლონ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში და ისწავლონ დაუშვათ რომელიმე კერძო უნივერსიტეტში თბილისში. მე სპეციალურად არ ვასახელებ კერძო უნივერსიტეტების სახელებს, თუმცა მე იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ დიდი განათლების მიცემა შეუძლია დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს. კი. მოგეხსენებათ, მე ვსწავლობდი თელავის უნივერსიტეტში და ვსწავლობ ასე ვთქვათ, კიდევ იმიტომ რომ მაგისტრატურაში გავაგზავნე სწავლა და ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაში და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პროფესორები ყავს თელავის უნივერსიტეტს, ძალიან ძლიერი ცოდნით შეიარაღებულნი და თამამად ვიტყვი, ვამაყობ, რომ მე ვსწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მინდა უთხრა ახალგაზრდებს, რომ არ არის ისე, როგორც თვითონ ფიქრობენ, ხო? რეალურად ადამიანმა თუ არ შეხედა და თავის თვალით თუ არ დაინახა ის ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან რთულია ახლა ვიღაცის აზრს მოусმინო. მე ვეტყვი ახალგაზრდებს, რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტია, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძალიან ძლიერი უნივერსიტეტი, ძალიან ძლიერი თაობა ყავს აღზრდილი, ასე რომ თლიანი კახეთის მასშტაბით მე მახსოვს რომ ტევა არ იყო ხოლმე ასასვლელში კიბეებზე იმდენი სტუდენტი იყო რომ ტევა არ იყო თელავის უნივერსიტეტში და დღეს მართლა ცარიელი როა გული მწყდება არა და არის მართლაც ბრწყინვალე უნივერსიტეტი არაფრით არ ჩამოუვარდება თბილისის არც ერთ უნივერსიტეტს და ასევე მე ამ საკითხს მინდა მივაბა გოგა ემიგრაცია ქალბატონების მხრივ აი ხა როდესაც ჩვენ ვიყავით კურდღელაურში და რომ დავდიოდით ადამიანებთან შესახვედრად თითქმის მეორე სახლს ეწერა რომ იყიდება ან წასულები იყვნენ საზღვარგარეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან წასულები თუნდაც შუახნის ქალბატონები მასწავლებლები ექიმები რომლებიც ვერ დაკმაყოფილდნენ იმ ხელფასით რაც არის მინიმალური საქართველოში დიდი ბოდიშით მაყურებელია უნდა შემოვიყვანო და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი საღამომშვიდობის მოგესალმებით. საღამომშვიდობის. ისიც რა საქართველოში ეხლა სამუშაო ადგილების შექმნა რომელი მთავრობაც არ მომდის მე მინდა პატრიოტ ალიანსი მომდის გაუჭირდება იმიტომ რომ 40 წელია ლამის ასეთი ქარხანა ასეთი ფაბრიკა არ გახსნილა არ მუშაობს დაამთავრა ჩემმა მეზობელმა არქიტექტორული და ღამე ონლაინზე მუშაობს ტაქსების გამოძახებაზე განა არ მუშაობს არქიტექტორი მაგრამ პენსიონერები იკავებენ ადგილებს იმიტომ რომ პენსიონერებს აქვს ძალიან დაბალი პენსიები და ამიტომ თან მუშაობენ თან პენსიებს აი როცა დაკმაყოფილდებიან პენსიონერები და გაუშვებენ სახში ახალგაზრდები დაიკავებენ მე იმ ადგილებს თორე ყველაზე ძალიან მემეწოდებიან ახალგაზრდები ვინც ამთავრებენ ინსტიტუტებს და მე იკარგებიან საზღვარგარეთ აი ამას რეაქცია ყურადღება გასაგებია დიდი მადლობა. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და გოგა რამდენიმე წუთის წინ და მე მინდა ამ ქალბატონების პრობლემებზეც ვისაუბროთ, რომლებიც გოგა არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილები თავიანთი შვილების ბანკეტებს, ბოლოზარებს უყურებენ მესენჯერით. ბევრს არ აქვს საშუალება რომ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ბილეთი ძალიან ძვირი ღირს და ფაქტიურად ოჯახს ასაზრდოვებენ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულით. ქალბატონო ნათია გულსატკენია რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი არის ემიგრაციაში და არის ემიგრანტი. იცით რა არის აქ? მე მათი მესმის ყველასი.
აბსოლუტურად მესმის და გეტყვით რატომ. ესეთ რა არის, როდესაც ადამიანი თავის ქვეყანაში შრომობს 24 საათი და 24 საათი არ უფასდება. იძულებულია წავიდეს იქ, სადაც დააფასებენ. და ნახეთ რა ხდება? ადამიანს ქართველს ძალიან ხშირ შემთხვევაში სხვაგან უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. და მე მათი აბსოლუტურად მესმის, ალბათო ნათია. აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ ადამიანი ისთვის მიდის ხომ იქ, რომ ეკონომიკური კუთხით წინ წაიწიოს, ხომ თავის შვილს დაეხმაროს, თავის ოჯახს დაეხმაროს, თავის ნათესავებს დაეხმაროს. აი ამიტომ მიდიან და მე მათი აბსოლუტურად მესმის. იქ მუშაობენ, ხომ? მუშაობენ და ის მუშაობა იქ უფასდებათ, მაგრამ აქ 24 საათი მუშაობენ, აქ არ უფასდებათ, ალბათო ნათია. და ერთი რამ მინდა აღვნიშნო აუცილებლად კიდევ. აი სტუდენტები, ხომ? აბარებს სტუდენტი უნივერსიტეტში თან სწავლობს. ძალიან რთულია. შემდგომ ეს სტუდენტები ამთავრებენ ბაკალავრიატს და იწყებენ მუშაობას, რა ვიცი, ლიბრეში, ორნაბიტში, ხომ? თავშოთ რატომ უნდა უხდებოდეს სტუდენტს ის, რომ ღამეები ათენოს, როდესაც დაამთავრა დავუხოთ პროფესია, ხომ? მაგალითს მოვიყვან უბრალოდ. დავუხოთ ფილოლოგია არის, ან ისტორიკოსი არის. ხომ? აი, რატომ უნდა მუშაობდეს ადამიანი სადღაც იგივე ადგილას, სადაც მისი სფერო არ არის. ანუ საკუთარი სფეროთი უნდა იყოს დაკავებული ადამიანი. რა თქმა უნდა, რომ თავისი ცოდნა გაიღრმაოს და უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგეს თავისი პროფესიის სწავლას. მე ყველას დიდ პატივს ვცემ, ვინც იქ მუშაობს, ძალიან დიდ პატივს ვცემ შრომელ ადამიანს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ იმას ვიძახი, რომ იქ რატომ უნდა მუშაობდეს, ხო? მაგალითად, ფილოლოგი რატომ უნდა მუშაობდეს ბანკში? ფილოლოგი უნდა იყოს სკოლაში, ხო? ან სადღაც სამეცნიერო დაწესებულებაში. ან ისტორიკოსი რატომ უნდა მუშაობდეს ბანკში? ისტორიკოსი უნდა იყოს ან მასწავლებელი, ან მუზეუმში, ან ასეთ ადგილას. რა უნდა ისტორიკოს ბანკში მაგალითად, ხო? ანუ პროფესიის მიხედვით, ვინც დაამთავრა, უნდა იყოს ასე ვთქვათ გადანაწილებული. ან მაგალითად შეიძლება მუშაობდეს სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ისტორიკოსი. გააჩნია როგორ ყავს დღეს სამინისტროში ნაცნობი გოგა, ამის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს, თუმცა ადამიანებს უნდა მიეცეთ დასაქმების საშუალება, განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც მართლაც ყველანაირი შრომის უფლებების დარღვევით მუშაობენ მაღაზიაში ზოგი 12 საათი, ზოგი 15 საათი და ასე შემდეგ. და ვეღარ ასწრებენ შემდეგ იმ მასალის გაცნობას, რომელიც უნდა ისწავლოს მან სტუდენტობის დროს. დიახ, ყველაფერი ხომ შედარებითია ზოგადად სამყაროში. ყველაფერი უნდა შევადაროთ ერთმანეთს, თუ მინდა რომ ლოგიკურ დასკვნამდე მივიდეთ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი, მოხდა უმუშევრობის ლიკვიდაცია. ფაქტობრივად, რომ იტყვიან, ქუხდა ეკონომიკა. ანუ უმუშევარი ადამიანი თითქმის აღარ იყო. ყველა რეგიონში, ხო? და ყველა ქალაქში თითქმის იყო ქარხანა აშენებული, შენდებოდა ქარხნები, ლამაზდებოდა ქალაქები, ხო? ფაქტობრივად შეიძლება პირდაპირ და გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ადამიანები აი ამ პერიოდში ქოხებიდან გადავიდნენ ორსართულიან სახლებზე. ანუ ეკონომიკა ისე განვითარდა და ადამიანი იმ კონდიციამდე მივიდა, რომ ჩვეულებრივ შეიძლება ადამიანს აეშენებინა სახლი. და მისთვის არანაირი პრობლემა არ იყო. და დღეს ადამიანი სახს კი არა, ოთახს ვერ ააშენებს ელემენტარული, ხო? ისეთი უმუშევრობაა და შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ იმ პერიოდში, ზუსტად იმ პერიოდში, ხო? ადამიანს შეეძლო ჩვეულებრივ აეშენებინა სახლი, ეყიდა ახალი მანქანა და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ანუ ადამიანი დაფასებული იყო და დღეს ადამიანი 24 საათი მუშაობს მაღაზიაში, აქვს ხელფასი სადღაც 400-450 ლარი და ელემენტარული კომუნალურ გადასახადებშიც კი არ ყოფნის ის გადასახადი. და მაშინ ასე არ იყო, ადამიანი სახლს აშენებდა, სახლის აშენება რამხელი რაღაც არის, ხო? და იმიტომ მოვიყვანე ეს შედარება, რომ აი ეს მეორე მსოფლიო ომი რომ დაამთავრდა და ფაქტობრივად იოსებ სტალინმა ეს ისტორიული არმაგედონი მოიგო, აი ამის შემდეგ მოხდა უკვე უმუშევრობის ლიკვიდაცია. ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი თითქმის აღარ იყო. და რომ იტყვიან გუგუნებდა ფაბრიკა ქარხნები. ყველანაირი ქარხანა ფაბრიკა იყო. ყველანაირი. თუ გინდათ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აღვიქოთ, ხომ? ქუთაისის ავტოქარხანა, ელმავალ მშენებელი ქარხანა იყო. მატარებლებს აწარმოებდა თბილისი. თვითონ 31 ქარხანა. თვითონ აწარმოებდა გორის ბამბულის კომბინატი, ბათუმის გემთმშენებელი ქარხანა და აი ყველანაირი ქარხანა არსებობდა თითქმის საქართველოში. საქართველოს ეძახდნენ საბჭოთა კავშირის შვეიცარიას.
ისე იყო აწყობილი ყველაფერი. აი ეს სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი დაინგრა, ხომ და აი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ აი ეს მანქანა დანადგარები გაიზიდა თურქეთში და დღეს თურქეთი რომ ეტყვიან ჩვენი მანქანა დანადგარებით ასე ვთქვათ აწარმოებს ძალიან დიდ პროდუქციას არის ჩვენი მომწოდებელი და რომ ეტყვიან ჩვენით და იწყება მათი ასე ვთქვათ აღმასვლა. მე მინდა ასევე ამ თემას მივაბად დემოგრაფია, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დემოგრაფიული პრობლემები. არ არის ისეთი პროექტები, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წახალისება 3 ან 4 შვილი იყოლიონ, იმიტომ რომ დღეს ისე ჭირს ცხოვრება, მოგეხსენებათ გოგა, რომ ადამიანებს იმ ერთი შვილის აღზრდაც კი უჭირთ და გაზრდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე საჭიროებად და არის გარკვეულწილად დიდ თანხებთან დაკავშირებული. ამ კუთხითაც კახეთი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, მინდა ვთქვა. არის სოფლები, რომელიც ნელ-ნელა იცლება სამწუხაროდ. აი მე მაინტერესებს თუ შეიძლება მითხრა ლაფანყურში რა ხდება თუ გაქვს ინფორმაცია ამ კუთხით. ნაფარეული ლაფანყურე. გავიგე რომ მანდ ცუდი ამინდი იყო ხალბატონო ნაცია. არა, დემოგრაფიის კუთხით გეკითხებით გოგა. დემოგრაფიის კუთხით მე გეტყვით ზოგადად რა ხდება ხალბატონო ნაცია საქართველოში. მაგალითად 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრობდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი. ხო? დიახ. იმიტომ რომ ადამიანს საერთოდ ადამიანი რატო ტოვებს ქვეყანას, ან რატომ წყდება დემოგრაფია. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ეკონომიკური ფაქტორი. ანუ ეკონომიკური ფაქტორი არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი გარდამტეხი, რის გამოც ხდება დემოგრაფიის შემცირება. თუ მაგალითად ოჯახს უჭირს, ხო? დიახ. შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ მეცი რა მე დავუხოთ ეყოლება სიტყვაზე ერთი შვილი ან ორი შვილი და მეტი არა. ანუ ეკონომიკურ კუთხეზეც ეკონომიკური განხრითაც ფიქრობს ეს ადამიანი, ეს ოჯახი, ხო? და აი აქედან გამომდინარე, ნახეთ მე რა ხდება, უკვე იქ ფინანსები შემოდის. ის ბავშვები რომ ეყოლება, ხო? ამ ბავშვებს შემდგომ ხომ უნდათ უკვე ძალიან ბევრი ეკონომიკური ფაქტორი შემოდის აი ამ ყველაფერში. იქ წამლები, იქ ჩაცმა, იქ ასე ვთქვათ სკოლა, ხო? ნახეთ რა ხდება, მე უკვე სკოლა იწყება. სკოლაში ეს სკოლა საკითხი მააკით. შემდგომ მოგეხსენებათ თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ ფორმები, აუცილებლად უნდა იყოს ფორმები, მეც დაგეთანხმებით ამაში. ეს არ უნდა ხდებოდეს ბავშვების განსხვავება სოციალური კუთხით. კი, და აი ეგ თემაც არის ხალბატონო ნათია, იცით? მე ყველას უნდა რომ თავის შვილს ჰქონდეს კარგი ტელეფონი, კარგად აი ნახეთ შეჯიბრება ხდება უკვე აი ამ ყველაფერში, ხომ ხვდებით და აი ეს უკვე ძალიან ცუდია და აი ეს ეკონომიკური ფაქტორი ამაზეც მოქმედებს. დემოგრაფიას რაც შეეხება, დემოგრაფიის განვითარების ერთ-ერთი აი როგორ გითხრათ, ხელის შემშლელი არის ეკონომიკური ფონი. ოჯახები აღარ იქნება ხალბატონო ნათია. ეს ადამიანები შრომის უნარიანი თაობა მიდიან საზღვარგარეთ და მე აღარ მოდიან რომ მიდიან. და აი აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დემოგრაფია არ იქნება. დემოგრაფიაზე ზრუნვა არის, აი მე დღეს მაგალითად ძალიან იშვიათად გამიგია, რომ შეიქმნა ოჯახი და ჰყავს 4 შვილი. რა თქმა უნდა, არის ახავთ 4 შვილიც, 7 შვილიც, 8 შვილიც, მაგრამ ძალიან იშვიათად გამიგია, რომ ვინმე ჰყავდეს 4 შვილი მაგალითად დღევანდელ პერიოდში უკვე. იმიტომ რომ ეს ეკონომიკური ფაქტორი ძალიან მოქმედებს. ანუ ეკონომიკური ფაქტორიდან ხდება ყველაფერი ხალბატონო ნაცია. და ეს ეკონომიკური ფაქტორი სანამ არ მოგვარდება, დემოგრაფია წავა მინუსისკენ და არა პლუსისკენ. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ასევე ეკონომიკური კუთხით, ფასების კუთხით, რომელიც არის კატასტროფულად გაძვირებული, მომატებული ყველაფერი. აი ეს თემაც რომ მივაბათ, ჩვენი გლეხი, რომელიც ვერ ახერხებს რეალიზაციას და ვერ ჩამოაქვს, რომ გაიყიდოს თავისი პროდუქცია, შესაბამისად, მოკლედ ძალიან რთული პრობლემები იქნება ამ კუთხით. აი, ახლა გეტყვით ხალბატონო ნათია. ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული პროდუქცია, ხო, მაგალითად აქვს ვენახი. ჩვენი ყურძენი
დავხვდა კახეთის რეგიონიდან თქვათ, ხო? თითქმის 70% გადის რუსულ ბაზარზე. ანუ ეს ყურძენი მიდის პირდაპირ რუსეთში. რუსეთმა რომ ეს ბაზარი დაკეტოს, ხო? დავხვდით. დიახ. აქ ყურძენი ეღირება დაახლოებით 20-25 თეთრი. ეს რატომ ვთქვი? ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც აქვს დავუშვათ ვენახი, რომ შეეძლოს, რომ თავისი პროდუქცია გაიტანოს რუსეთის ბაზარზე და გაყიდოს. ამით ხომ ამოისუნთქებს ეს ადამიანი, ხომ? ელემენტარული გურჯაანიდან ატამი გაიტანოს ადამიანი. ხომ ამოისუნთქებს ეს ადამიანი. პება მოსავალი, ულპება გლეხსის მოსავალი, კი? და სანამ აი ეს თემა არ მოგვარდება, რომ ჩვეულებრივ ადამიანს შეეძლოს, რომ თავისი პროდუქცია გაიტანოს. დავუშვათ გაიტანოს აზერბაიჯანში, ხომ სიტყვაზე, გაიტანოს თურქეთში, გაიტანოს რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში ვიძახი, სომხეთში გაიტანოს და გაყიდოს. აი ეს თემა რომ მოგვარდება, შემდგომ ამოისუნთქებს უკვე ადამიანი, ხო? მაგალითად, ადამიანს გორში ვაშლი რომ აქვს. გაიტანოს ამ ადამიანმა რუსეთში რა მოხდება? ეს ადამიანი და მისი ოჯახი ხო ამოისუნთქეს და რაღაც ეკონომიკური ფაქტორი და ეკონომიკური ფონი ხომ გაიზრდება და განვითარდება. აი ეს თემა სანამ არ მოგვარდება, აი ეს თემა. მანამდე სულ ასეთი სიტუაცია იქნება ქალბატონათია და სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები საიდან იქნება? სამუშაო ადგილები იქნება ქარხნებიდან, ხო? და რა თქმა უნდა, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობ ხელს იქედან. კი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა, აი ასე რომ დავთვალოთ, ხო? ქარხნები არის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, ერთ-ერთი ფუნდამენტი და სანამ არ იქნება ქარხნები, ადრე ეს მე-20 საუკუნე რომ მაგალითად მომყავს, მე-20 საუკუნე იმიტომ მომყავს, მაგალითად რომ თითქმის ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში იყო ქარხნები. ყველა რეგიონში, თელავშიც იყო ქარხნები და რამოდენიმე ქარხანა იყო, ძალიან ბევრი და ადამიანები მუშაობდნენ, დასაქმებულები იყვნენ. ოჯახიდან ერთი ადამიანი დასაქმებულები რომ იქნება ქარხანაში, იმ ოჯახს არაფერი არ გაუჭირდება და ელემენტარული მშიერი არ ეყოლება ოჯახის წევრები და დღეს უკვე თითქმის არანაირი ქარხნები აღარ არის ქალბატონო ნათია და ნახეთ ქვეყნის ეკონომიკა როგორ მუშაობს, ხო? როდესაც ქვეყანაში არსებობს ბევრი ქარხნები და ქვეყანა დამოკიდებულია არა იმპორტზე, ანუ შემოსვლაზე კი არა, არამედ ექსპორტზე. ანუ თავის პროდუქციას ყიდდეს. როდესაც ქვეყანა თავის პროდუქციას ყიდის, ხო? ეს არის მისთვის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მწვერვალი. აი ჩინეთი რატომ არის, ხო? მაგალითად ჩინეთი. ჩინეთი აწარმოებს თითქმის ყველანაირ პროდუქციას. ყველაფერს და ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა. დიახ, ეკონომიკური კუთხით, ხომ, როგორი ძლიერი ქვეყანაა. და მაგას ვამბობ, რომ ქვეყანა რომელიც აწარმოებს თითქმის ყველანაირ პროდუქციას, თითქმის მე როგორც ვიცი, თითქმის იმპორტი რა ვიცი, აი არ ვიცი, 0 რამე თუ აქვს იმპორტი. ექსპორტზე გააქვს ყველაფერი. აი რა არის, რომ ჩინეთი არ აწარმოებს? ყველაფერს აწარმოებს თითქმის. ამიტომ არის, რომ შესაძლოა უკვე ნომერ პირველი ეკონომიკაა მსოფლიოში ჩინეთი. იმიტომ რომ ისეთ მასშტაბებზე გადიან და ისეთ შედეგებზე გადიან, რომ რა ვიცი, ხლა ამასინად ვკითხულობდი ინფორმაციას, რომ სადღაც ჩავიდნენ 11 კილომეტრზე და აღმოაჩინეს ისეთი რაღაც, რაც ჯერ არავინ არ იცის ჩინელებმა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნომერ პირველი ეკონომიკაა და ფაქტობრივად მათი აღმასვლა გრძელდება და აი ბოლო არ უჩანს აი ამ მათ აღმასვლას. ეკონომიკური კუთხით კი არა, თუ გნებავთ განათლების კუთხით აიღეთ, თუ გნებავთ სამხედრო კუთხით და ყველანაირი კუთხით ასე ვთქვათ. მე ასევე მინდა სოციალურ მდგომარეობაზეც ვისაუბროთ, გოგა. ძალიან ბევრია გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქე და მთავრობამ აუცილებლად უნდა შეცვალოს ის მეთოდოლოგია, რითაც ადამიანებსარეიტინგო ქულა ენიჭებათ. სამწუხაროდ ძალიან ბევრია დღეს გაჭირვებული. აი, რატომ უნდა უჭირდეს, მე ხშირად ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანს ლუკმა პური. ალბათ შენც კი ფიქრია ამაზე ხშირად. საქართველოს ქალბატონო ნათია აქვს იმდენი შესაძლებლობა, გნებავთ სოფლის მეურნეობის კუთხით, ხო? მე სოფლის მეურნეობის კუთხით ვამბობ, რომ აქ გაჭირვებული ადამიანი არ უნდა იყოს საქართველოში. გაჭირვებული ადამიანი არ უნდა იყოს. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ისეთი, რომ ეკონომიკურად საქართველოში გაჭირვებული ადამიანი არ უნდა ცხოვრობს, ხო? და ვისაც დავუშვათ, ვინც გაჭირვებულია, ხო? უჭირს. ამ ადამიანებს ძალიან გაჭირვებულ ადამიანებს
ასე ვთქვათ, უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მათ მისცემთ გარკვეული რაოდენობის თანხას და პროცენტი თითქმის არ იქნება, რომ ეს ადამიანი ფეხზე დადგეს. თუ გნებავთ სოფელში, ხო? სოფელში რაღაცა გარკვეული პერიოდი გადაეცით მათ საცხოვრებელი, გადაეცით მათ მიწა, რომ ეს ადამიანი ფეხზე დადგეს. ფეხზე დადგეს ეს ადამიანი და გარკვეული შემოსავალი მიიღოს და ოჯახი წელში გამართოს ამ ადამიანმა. აი ეს რაღაც მექანიზმია შესაქმნელი, ისეთი მექანიზმი, რომელსაც უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრება, მაგრამ უმუშევრობის პრობლემა პირველ რიგში ქალბატონო ნათია, გეტყვით ძალიან მარტივ გამოსავალს. უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრება ქარხნებით. და თქვენ როგორც აღნიშნეთ, მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა. თუ უმუშევრობის პრობლემა არ აღმოიფხვრა, მოხდება ადამიანების გადინება ქვეყნიდან და შემდგომ უკვე დაიცლება საქართველოს ქართველებისაგან დარჩებიან უცხოელები, შემოსულები და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ჩვენ მდებარეობა არის ისეთი, რომ ყველაფერს უნდა ვუყუროთ გეოგრაფიული კუთხით და გეოპოლიტიკური კუთხით. გეოგრაფიული კუთხით უნდა ვუყუროთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკის განვითარება, ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა, უნდა ველაპარაკოთ ყველას, აბსოლუტურად ყველას. ეკონომიკურად ეკონომიკური კუთხითაც, ხო? თურქეთთანაც უნდა გქონდეს ეკონომიკური ასე ვთქვათ ურთიერთობა, აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც, რუსეთთანაც და ყველასთან აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს ეკონომიკური პრობლემა აღმოიფხვრას. თუ ეს ეკონომიკური ეს გაჭირვება თუ არ აღმოიფხვრა, ქალბატონო ნათია, ადამიანების გადინება არ შეწყდება საქართველოში. არ არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს, რომ ადამიანებს შეეძლოთ, იცით რა, მცირე ბიზნესის ძალიან მარტივად წამოწყება. როდესაც ეს მცირე და საშუალო ბიზნესის 1000 მილიონი პუნქტი სჭირდება, მილიონი საბუთი სჭირდება, ადამიანს აღარაფრის სურვილი აღარ უჩნდება, გოგა. აი ქალბატონო ნათია, წეგან პროცენტებს აღნიშნეთ ხომ ჩვენ? პროცენტები არის ძალიან დიდი ბანკებში. ამხელა პროცენტები არ შეიძლება რომ იყოს სახელმწიფოში, ხო? კრედიტი სესხი ადამიანს, კი ბატონო, უნდა გასცეს ბანკმა, ამიტომ ეს პროცენტი უნდა იყოს დაბალი. მაგალითად, ისლამურ ბანკებში, ქალბატონო ნათია, ხო? პროცენტი არის თითქმის 0%. წარმოიდგინეთ ეს ამხელა ხელშეწყობაა, ხო? და ჩვენთან არის, რა ვიცი, 20, 25 და არ ვიცი რამდენი პროცენტი. ბოლოში ადამიანი რო დაითვლის, შეიძლება 50%-მდე ავიდეს. არ შეიძლება ასე. კი, გასაგებია რომ სესხია, უბრალოდ ეს სესხი თუ 0%-ში არ იქნება, იყოს 1, 2 და 3%-ში მაინც. რომ ადამიანმა რაღაცა გარკვეული თანხა გამოიტანოს და აი ამ გარკვეული თანხით დაიწყოს რაღაც ელემენტარული ბიზნესი, რომ წელში გაიმართოს ადამიანი. არ შეიძლება რომ 20, 25 და 30% იყოს. 30 კი არა, ზოგან 50%-ია თითქმის. და როცა ადამიანს უჭირს, თავარია მისთვის, რომ უცებ ფული აიღოს და ეს ბანკიც სარგებლობს ამით, რომ გააკოტროს. გოგა, მე მინდა რომ პენსიონერების სესხებზეც ვისაუბროთ, რომლებსაც ძალიან დიდ პროცენტებს აჭრიან. პენსიონერების დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ წინასაც აღმოჩნდით ქალბატონო ნათია, რომ ადამიანი რომელიც არის პენსიონერი, ამ ადამიანს პენსია უნდა ჰქონდეს იმდენი, რომ ელემენტარული წელიწადში ადამიანი ორჯერ წავიდეს დასასვენებლად და გარემო შეიცვალოს. აი, პენსია უნდა ჰქონდეს იმდენი, რომ ამისი საშუალება მიეცეს ადამიანს, ხო? რომ გარემო შეცვლა აუცილებელია ადამიანისთვის და რაც შეეხება აი ამ სესხებს, ამხელა პროცენტი არ შეიძლება მართლა. ადამიანი თავისი პენსიით იმას ვერ ყიდულობს, რა ქვია, წამალს ვერ ყიდულობს და როგორ შეიძლება ამხელა პროცენტი კიდევ. და მე დაკავება კიდე ამ თანხის. პენსია ვერ აუღია ადამიანს სრულად, რომ უკავდება იქიდან თანხა და ეს პირდაპირ მიდის ბანკებში. ეს არ შეიძლება ასე და აი ამას კონტროლი ეს უნდა გაკონტროლდეს. ამხელა პროცენტი არ შეიძლება და პენსია რა თქმა უნდა იყოს მაღალი. ადამიანი რომელიც პენსიაზეა, ის უნდა იყოს დაფასებული, იმიტომ რომ მან თავისი ქვეყნის ძალიან ბევრი გააკეთა, ძალიან ბევრი იშრომა და თავისი შრომა უნდა დაუფასდეს. და წეგანაც აღმოჩნდეთ, რომ იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში ორჯერ სადაც თვითონ გაუხარდება, წავიდეს და დაისვენოს. აი, ასე უნდა იყოს პენსიონერი დაფასებული ზუსტად. ასე უნდა იყოს.
და სამწუხაროდ პენსიონერს არჩევანის გაკეთება უჭირს ასე რომ ვთქვათ საკვებსა და წამალს შორის. ორი იყიდოს თუ წამალი ქალბატონო ნათია სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს. სამწუხაროდ. რაც ძალიან გულშესაწყვეტია. და აი ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ყველანაირი კუთხით რომ პენსიონერი ადამიანი იყოს დაფასებული იყოს. არ შეიძლება ამხელა პროცენტები. მე ამ პენსიიდან აჭრიან ამ პროცენტს და მიდის პირდაპირ ბანკში. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? მე მინდა რომ მივმართოთ. მოდი შენით დავიწყებ და შემდეგ მე განვაგრძობ. რას ეტყვი ჩვენს მოქალაქეებს, როგორც თელავში, ასევე სრულიად საქართველოს მასშტაბით? ჩვენს მოქალაქეებს ვეტყვი რომ უწინარეს ყოვლისა შეინარჩუნონ პოზიტივი, შეინარჩუნონ ღვთისრწმენა, რაც თავარია და ვიტყვი ასეთ რამეს რომ პატრიოტთა ალიანსი ყოველთვის დგას ადამიანების გვერდით. რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეთ ქალბატონო ნათია. რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში. მოგმართვა და ჩვენ ყველანაირი კუთხით ვიქნებით მათ გვერდით. და თელავის საკრებულოში ჩვენ ვიქნებით მათი ხმა, ვინც მათი გულის ტკივილს მიიტანს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამდე. თუ რამე ვინმეს აქვს გულში, მოგმართონ და ჩვენ ყველანაირად დაუდგებით გვერდში და გააფერადონ 8 ნომერი. ჩვენ ვიქნებით მათი ხმა ყველანაირი კუთხით. აუცილებლად. მათ გულის ტკენას, რაც მათ გულში აქვს და გულში ტკივად, აი იმ ყველაფერს მივიტანთ ზუსტად. დიდი მადლობა გოგა რომ მერთვებოდი გადაცემაში, გმადლობთ რომ მიიღე მონაწილეობა. მეც 2 წუთი გვჭირდება გადაცემის დასრულებამდე და მეც ვიტყვი რომ ნამდვილად არა მარტო თელავმა, არამედ სრულიად საქართველომ უნდა გააფერადოს 8 ნომერი, თუმცა პირველ რიგში უნდა წავიდეთ არჩევნებზე, უნდა დავირაზმოთ, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში, ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით ჩემს თელავს წინანდალს, მე მაქვს იმედი სოფლის, რომელმაც მე გამზარდა და ველოდებით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ შედეგებს, აუცილებლად 8 ნომერი. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. ეს გახდა სოციალური თემატიკა, მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ, ნახვამდის.